13 სექტემბერს ღაზაში ასეულობით პალესტინელი პატიმარი დაბრუნდა. ისრაელის ციხეებიდან 1900-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ღაზაში გატაცებული 20 დარჩენილი ცოცხალი ბრძევალი დაუბრუნა ისრაელს. ახლად გათავისუფლებული პატიმრები ხან იუნისში ავტობუსებით ჩაიყვანეს, სადაც მათ ათასობით თანამოქალაქე ელოდა. ისინი გამომხნევებელი შეძახილებით გააცილეს ნასერის საავადმყოფომდე. ბევრ მათგანს პირველადი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. ესენი თაღუწერელი გრძნობაა, მზის დანახვა გისოსების გარეშე შეუდარებელი შეგრძნებაა, ხელბორკილები აღარ მადევს, სიტყვებიც კი არ მყოფნის, თავისუფლება ფასდაუდებელია. ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები უმძიმესი პირობების შესახებ საუბრობენ. ციხე ძალიან ცუდი იყო, ჩაგვრა და ცემა, ურთულესი მდგომარეობა იყო, არც საკვები და არც სასმელი, 4 დღეა არაფერი მიჭამია. ღმერთს მადლობა, ეს შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ სასაკლაოში ვიყავით და არა ციხეში. ბევრი ახალგაზრდა დარჩა იქ. ისრაელის ციხეებში ვითარება ძალიან რთულია. ლეიბებიც კი არ არის, ლეიბებს გვართმევდნენ. საკვებთან დაკავშირებითაც უმძიმესი მდგომარეობა იყო. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შემდეგ მშვიდობის შენარჩუნებაზე ეზრუნა. შეთანხმება, რომელმაც მისი თქმით ფაქტობრივად დაასრულა ისრაელ-ჰამასის ომი და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის ახალი შესაძლებლობა გააჩინა. ტრამპმა მოგვიანებით ეგვიპტეში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული გეგმა და ომის შემდგომი ნაბიჯები განიხილა.